მოსამშობლოები ხართ, სანქცირებულ ტვირთებზე მუშაობთ და არაფერს არ ეცოდინება მეზღვაურს, რა ტვირთზე იმუშავებს მისი გემი. რამდენი პროცენტი მეზღვაურების მუშაობს აი ამ სარისკო ხომალდებზე? ყველაფერი, რაც სანქციებთან დაკავშირებულია, არაფერი არ ხდება ზღვაში. საერთოდ გემზე არაფერი არ ხდება. ეს არის ნაპირზე იურიდიული კომპანიების პასუხისმგებლობა და მათი საქმე, რომ სანქცირებულ ტვირთებით არ ივაჭრონ. ერთი მხარე ვერ იქნება ბინძური და დანარჩენი სუფთა, იმიტომ რომ მაგ ბინძურს აღმოაჩენენ ადვილად. ჩემი აზრით დაწყობილი სქემა უნდა იყოს. თავისთავად ის რომ ურმანსკში მიდიხარ ან არ ვიცი რომელიმე სხვა რუსულ პორტში ეგ ხო გაზრდილი რისკია. ახლა თუ იარაღი გადაიტანე და ნარკოტიკი გადაიტანე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაგიცავს ვერასდროს. მე მაგათად 10 წელს შემდეგ გემზე რო წავალ, ნახდათ არ ვიცი რა ტვირთები მუშაობ. ამერიკის მოქალაქეც რო იყო, თუ გადაწყვიტა ადმინისტრაციამ, რომელი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მოხვდი, რომ შენ დაგაპატიმრონ და მოხდეს გამოძიება, ვერავინ ვერ დაგიცავს. აბსოლუტურად ვერავინ ვერ დაგიცავს, მოგიწევს პატიმრობა. და სასამართლოს წინაშე წარსდგომა. ერთადერთი შანსი არის რომ დაამტკიცო შენი სიმართლე, იმით რომ სუფთად მუშაობდი, ანუ არაფერი დარღვევა პირადად არ გქონია, არანაირი კრიმინალური, თქვათ, აქცია გაკეთებული. მე მსმენია რომ კარგი მეზღვაურები არიან ქართველი მეზღვაურები. დღეს აფრიკაში მუშაობ, ხვალ შეიძლება არგენტინაში წახვიდეს ეგე ჩინეთში. ან ასე ვერანაირი სახელმწიფო ვერ დაგასრულოს ამისგან. ოღონდ წავიდე ახლა და უკრაინაშიც წავალო, ანუ როდესაც უმუშევარი ადამიანი ის მოწყვლადია ხშირად რა. ბომბი შეიძლება ჩამოვარდეს, შეიძლება არა და თუ არ ჩამოვარდა, ხო ყველაფერი კარგადაა და სანქცია ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება ერთ წელიწადშიც მოგთხოვო პასუხი მაგაზე და ეს უფრო არავის არ მოწონს, მე ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩრდილოვან ფლოტზე აღმოჩენილ ქართველ მეზღვაურებს და გაგვეხარდა რომ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა გემის კაპიტანთან. მართალია თქვენ ჩრდილოვანი ფლოტში შემავალ ხომალდებზე არ გიმუშავიათ, მაგრამ როგორც გამოცდილი მეზღვაური და გემის კაპიტანი იცნობთ მეზღვაურებს, რომლებიც აღმოჩენილან სანქცირებულ გემებზე ან ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენელ ხომალდებზე და ალბათ იცით ის გზებიც, როგორც ხვდებიან აქ მეზღვაურები. თქვენ ამდენ ბევრ სხვადასხვა ადამიანს ველაპარაკეთ და რაღაც სურათი ხატება ისე, რომ თითქოს მეზღვაურებს პრინციპში დიდი არც არაფერი შეუძლიათ თავის დასაზღვევად, რომ ამ შარში თუ შეიძლება ესე ვთქვათ არ აღმოჩნდნენ. ამიტომ ძალიან გვაინტერესებს თქვენი მხრიდან როგორ ჩანს ეს სურათი და მადლობა მოკლედ ამ შესაძლებლობისთვის. მოგესალმებით, მეც ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა. მე მინდა დავაზუსტო, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ჩრდილოვან ფლოტში მომუშავე მეზღვაურებიო, ანუ ეს თუ დამტკიცდა, მათაც არ ეცოდინებოდათ, მათაც გაიგებდნენ თქვენთან ერთად. უბრალოდ მეზღვაურს არ აქვს წვდომა მაგ კონკრეტულ საკითხზე, ვთქვათ, გემი ჩრდილოვანია თუ არაა ჩრდილოვანი, ამას ვერაფრით ვერ გაიგებდა. ვერც დამსაქმებელი კომპანია ბათუმში მაგალითად. ანუ შეიძლება პირადად ვერ ვიცნობ, მაგრამ ვთქვათ, გამიგია, რომ ესა და ეს ადამიანი მოყვა ასე ვთქვათ შარში, მაგრამ არაფრით არ ეცოდინებოდა იმ ადამიანს, რომ ვთქვათ, მისი გემთან დაკავშირებით რაღაცები ხდებოდა ნაპირზე, იმიტომ რომ ყველაფერი რაც სანქციებთან დაკავშირებულია, არაფერი არ ხდება ზღვაში. საერთოდ გემზე არაფერი არ ხდება. ეს არის ნაპირზე იურიდიული კომპანიების პასუხისმგებლობა და მათი საქმე, რომ სანქცირებულ ტვირთებით არ ივაჭრონ. გემი არის ტრანსპორტი, ჩვეულებრივი ტრანსპორტია და ტრანსპორტს ყავს მომსახურე პერსონალი. მეზღვაური არის უბრალოდ მომსახურე პერსონალი, რომელიც მოვალდებულება არის ატაროს ეს გემი უსაფრთხოდ, არ დაიწვან, ხანძარი არ გაუჩნდნენ, რამეს არ დაეჯახონ. არ შეჯდნენ მეჩეთზე და წერტილი ადან ბეში უსაფრთხოდ ჩაიტანონ ის, რასაც დაუტვირთავენ. და ფაქტიურად იმდენი საქმე აქვს, რომც უნდოდეთ ამას ვერც გააკონტროლებენ, ვთქვათ, სანქცირებულია ტვირთი, რა ფასადაა შეძენილი. ეს საერთოდ სხვა ხალხის, სხვა დეპარტამენტების საქმეა, ვინც ამით ფულს შეულობს, ანუ ვაჭრობით, ტვირთის ვაჭრობით. ოლეგ, მოდი აი რო გავყვეთ, თქვენთვის ეს ნაცნობი თემაა და არ მგონია, რომ ფართო საზოგადოებისთვის კარგად იყოს ეს პროცესი, როგორ ადის მეზღვაური გემზე, მე ამ გემზე როგორ ხდება ტვირთი, რამდენი კომპანია ემსახურება ერთ ხომალდს და ეს საბუთებიც, რაც მაგალითად კონტრაქტს
კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს შეიძლება კონდეს მეზღვაურს, საბოლოო საბუთი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ გემების მფლობელები სწორედ სანქციებისგან თავის დასაცავად იყენებენ ხოლმე სხვა სახელებს და სხვა კომპანიებს. ხო, აი, რო ავხსნათ პროცესი როგორია. აი, მაგალითად, თქვენ გემის კაპიტანი ხართ სახლში, როგორც ახლა ხართ სახლში და გინდათ, რომ დაიწყოთ მუშაობა რომელიმე ხომალდზე, ხო, წახვიდეთ ზღვაში. აი, როგორ პოულობთ ამ სამსახურს და სად არის ეს დაუცველობა, რას ვერ ამოწმებთ, რა იცით იმ ხომალდზე, რომელზეც ახვალთ და რა არ იცით? აი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიზეზი რისთვისაც ვთქვა, დაგთანხმდით, რომ ამ ინტერვიუზე ჩაგეწეროთ, არის რომ მეზღვაურების პროფესიული სახელი დავიცვა რა. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრჯერ შეხვდა უსამართლო კრიტიკა და უბრალოდ ხვდები რომ წარმოდგენაც არ აქვს იმ ადამიანებს ვინც აკრიტიკებს მეზღვაურებს ვთქვათ ეძახის სხვადასხვა იმას ეპითეტებს რომ უსამშობლოები ხართო სანქცირებულ ტვირთებზე მუშაობ და არაფერს არ ეცოდინება მეზღვაურს რა ტვირთზე იმუშავებს მისი გემი. აი დავიწყოთ თავიდან. მე ვარ მოდი მე განვმარტავ რატოა ეს უარყოფითი დამოკიდებულება და კომენტარები მეზღვაურებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ჩვენი საუბრის ფონია რამდენიმე მეზღვაურის დაკავება, რომლებიც აღმოჩნდნენ სანქცირებულ გემებზე. გასაგებია. ზაფხულში იყო გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ქართველი მეზღვაურები ეჭვმიტანილები იყვნენ წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ისინი არ ცნო დამნაშავედ, ფინეთში იყო ეს პროცესები. და ბოლო 1 თვის განმავლობაში გახმაურებულია 7 დღეს უკვე მერვე ტანკერი დააკავეს ვენესუელასთან დაკავშირებული ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა და ამ 8 ტანკერიდან ვიცით რომ მათ ნაწილზე აღმოჩნდნენ ქართველი მეზღვაურები, მათ შორის ერთ შემთხვევაში იყო კაპიტანი. აი კაპიტნის გარდა დანარჩენი პოზიცია შეგიძლიათ გამორიცხოთ საერთოდ. აი ამ ადამიანებით საერთოდ სახში როდის წავა, იმაზეც კი მოდის კაპიტანთან და გთხოვთ რომ ოფისს მიწერეთ და შეახსენეთ რომ უკვე 9 თვე ვარ და აი ანუ ეს ადამიანები შეგიძლიათ გამორიცხოთ საერთოდ კაპიტანის გარდა ვინც არის გემზე ისინი ჩათვალეთ იმყოფებიან ციხეში. ნუ აქვთ იმის საშუალება რომ სახში დარეკონ და ხელფასი აიღონ ციხისგან დასხოვებით. უბრალოდ არაფერზე წვდომა არ აქვს ამ ადამიანებს. ხელშეკრულებას როცა აფორმებენ, ვადა არ არის განსაზღვრული, რამდენი ხნით კი, ვადა კი არის განსაზღვრული, მაგრამ მე ხომ მარტო ქართველებთან არ მუშაობ, ქართველებს შედარებით ნორმალური ვადებით აქვს. კონტრაქტები 4 + -1 ან 6, მაგრამ არის ფილიპინელები, ინდოელები ყოლია 11 თვე მუშაობენ და უკვე ტერილი ზღვაზე როა 50 წლის კაცი მისული. და არ აქვს არანაირი ინფორმაცია როდის წავა, როგორ წავა და მაქსიმუმ შეუძლია წერილი დაწეროს კომპანიაში ხელწერილი და მე იმას გაუგზავნი და ანუ თხოვნის სახით იგიც. ყველა სხვადასხვა პირობები აქვს რა ზღვაში, არ არის ასე რომ ვთქვათ ერთი სხვადასხვა ეროვნებას სხვადასხვა პირობებით ამუშავებენ. ფილიპინელები მაგალითად ძალიან დიდხანს მუშაობენ. ასეთი პირობები აქვს ახლა ეს მათ აწყობთ ალბათ. და ქართველი მეზღვაურების შემთხვევაში ეს კონტრაქტი მაინც უფრო განსაზღვრულია, ხო, ვადიანია. ნუ უფრო ნაკლებია კი 4 თვე 6 თვე ასეა და მე სადაც მიმუშავია იქ ასე იყო და ახლა ყველანაირი პირობები არის ახლა კომპანიებიც იმდენია რომ არის თურქული კომპანიები სადღაც გამიგონია ხელფასიც დაუგიანეს და არ გადაუხადეს ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დავასახელებ არა გაიგებ რომ ჯერ კიდე არსებობს ასეთიც 15 წლის წინ იყო ბოლოს ასეთი შემთხვევები რომ ხელფასი არ გადაუხადეს მაგრამ ეხლაც ყოფილა ანუ არ გადაშენებულა ასეთი კომპანიებიც ბევრია, ძალიან ბევრია კომპანიაც და მეზღვაურიც ძალიან ბევრია. მე შეგაწყვეტინეთ იქ, როცა ადამიანი მოდის და გეუბნებათ, რომ გამიშვი სამსახური, ანუ გემიდან, ანუ იმას ამბობდით, რომ ისიც კი არის ის, როდის წავა ხომალდიდან. რა თქმა უნდა, მე კაპიტანი ვარ და მეც არ ვიცი ხანდახან როდის წავალ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამაზეა დამოკიდებული სახში წასვლა, ან გემზე წასვლაც. პორტი ვთქვათ, რომელსაც შუა ზღვაში ერთ ფრენდ არავინ ვერ შეგცლის, ხო? უნდა მიდიხვიდე პორტში. ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს, ემიგრაციული წესები. აი ახლა მაგალითად არგენტინიდან მოვიდოდი ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი არის, ვთქვათ, ფილიპინელებისთვის, რატომღაც. და ფილიპინელი მეორე მექანიკოსი უნდა მოსულიყო და ვერაფრით ვერ გამოუშვეს. არადა 2 კვირა ჰქონდათ. 2 კვირა ჰქონდათ რომ ადამიანი გემზე მოიყვანათ და 2 კვირაში ვერ გაფორმდა ადამიანის შემოსვლა არგენტინაში და ფილიპინელის ნაცვლად თურქია გამოიყვანეს. ანუ ყველა შენ შეიძლება ვთქვათ კონდეს იმედი რომ ამ პორტში მივალ კონტრაქტთან თავებულია ჩემი შემცვლელიც ვთქვათ მზად არის, მაგრამ არ მოხდება ისე როგორც შენ გჯერავს და შენ გონია.
და მით უმეტეს, როდესაც ხარ ეს ოფიცრები კიდე თქვა მეტი კონტაქტი აქვს კაპიტანთან უფრო გახსნილი არიან. ახლა როდესაც არის მატროსი ანუ ქართულად მიჭირსო და ზოგს ინგლისურად ვიტყვი ტერმინებს და ზოგს რუსულად. ვაიპერი, ოილერი ახლა ის როგორ ამოვა და როგორ მომთხოვს პასუხს როდის სავალ სახშიო. ის კაპიტნის დანახვაზე ანუ სპინაზე დგება არის ასეთი ფსიქოლოგიის ხალხი და ის ვერც ითხოვს ძალიან რა ქვია კატეგორიულად და ანუ არის ეს პრობლემები რა. და კაპიტანმა რა იცის იმ გემის და ტვირთის შესახებ, რომელსაც მართავს და რომელიც გადააქვს? კაპიტანმა იცის ტექნიკური მხარე უფრო. ანუ მაგალითად, რა თქმა უნდა, აგერ თქვათ ვარდ გემზე, цаრიელია გემი. დამქირებელი კომპანია, კომერციული ოპერატორი, რასაც ვეძახით, ეს შეიძლება იცლებოდეს ყველა რეისზე. ანუ აქ ზუსტად ვაჭრობა არის რა საბაზრო სიტუაცია. კომერციული ოპერატორი არის კომპანია, რომელიც ტვირთებით ტვირთებით ვაჭრობს ეს კომპანია, მაგალითად ნახა ბათუმში აფათ, თქვათ, სიტყვაზე თქვათ დიზელი. და ნახა გასაყების პორტი, რომ შეიძლება თქვათ საბერძნეთში ეს ტვირთი გაიყიდოს კარგ ფასად. და აგერ შეთავაზებები აქვს კომპანიებისგან, რომ ჩემი გემი цаრიელია, თქვათ, გემს ქვია ოლეგი, თქვათ. და ეს გემი цаრიელია და მზათა ტანკებს უძახი ჩვენი ცისტერნებს, სადაც ტვირთი ისმება. და შეხედავენ კონტრაქტებით, აწყობს, არ აწყობს, რა დაждდება ამ ტვირთის გადატანა, ამ ყველაფერს ეს კომერციული ამბავია და ითვლიან ყველაფერს. თუ აწყობთ და გააფორმებენ ჩარტეპარტი ქვია რა, გემსა და დამქირებელს შორის კონტრაქტი. და იმ კონტრაქტში შედის ეს ვალდებულება, რომ ტვირთი არ იყოს, თქვათ, ტვირთი იყოს ზუსტად დიზელი, ანუ სხვა ტვირთი არ იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ყველა გემს აქვს სპეციფიკური ტვირთების გადატანის შესაძლებლობა, მაგალითად არ შეუძლია, თქვათ, ყველა გემს ყველაფერი გადაიტანოს. ანუ იმ ტვირთმა არ უნდა დამიზიანოს ჩემი გემი, სიტყვაზე გემის პატრონის მოთხოვნაა, ხო? მაგრამ მარტო ფიზიკურ დაზიანებაზე არა აქვს საუბარი. დღეს უკვე ადრე მაგალითად 10 წლის წინ სანქციებს საერთოდ ვერ გაიგონებდი, სიტყვა სანქციას, საერთოდ ზღვაში კი არა, არც ნაპირზე არ იყო ეგ თემა და ეხლა სანქციები არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება გადაიტანო ტვირთი, დაცალო და ამის მერე 2 წელი გემი ვეღარ დაასაქმო, იმიტომ რომ სასამართლოში კონდეს საქმე, მაგრამ ეს რეალურად ამას გემის ეკიპაჟი ვერაფრით ვერ შემოძლებს. ამის ეს ისეთი რთული თემაა, იმიტომ რომ თქვენაც კარგად მოგეხსენებათ, სანქციების ბაზა, ერთიანი ბაზა არ არსებობს, როგორც Google, როგორც ვთქვათ, რაღაცა ისეთი. არის სხვადასხვა ქვეყნის სანქციები, ამერიკის სანქციები ცალკეა, ევროპის სანქციები ცალკეა და ამას დეპარტამენტი ჭირდება, რომ ამ სანქციენ ლისტში შეამოწმოს, ახლა მიახლოებით ვამბობ, მე არ მიმუშავია მაგ სისტემაში, უბრალოდ მიახლოებით ვიცი რა ხდება. ამოწმებენ, თქვათ, გემის ისტორიას ამოწმებენ, სად დადიოდა ეს გემი, რა ტვირთებს ატარებდა და მიახლოებით ამითაც ითვლიან, შეეძლო თუ არა ამ გემს გადაეტანა სანქცირებული ტვირთი. ანუ გემსაც ამოწმებენ, სანქცირებულზე ხო არ აქვს დამუშავარი. ტვირთი ცალკე მოწუდება, რა ტვირთი უნდა ჩაისხას გემში. ტვირთს ვინც ყიდის, ის კომპანია, ანუ ყველას ამოწმებს, არავის არ ელოდობა. ამას გემის კაპიტანს ვინ მიცემს ასეთ საქმეს. რეალურად დიდი დეპარტამენტები მუშაობს ამ თემაზე, რომ არ გამოეპაროთ რამე, რომ შემდეგ ეს ძალიან დიდ ზარალს იწვევს კომერციულს, თქვენაც კარგად მოგესალმებით. მაგრამ ოლეგ, ეს არის იმ შემთხვევაში, თუ კი კომერციული ოპერატორი არის კეთილსინდისიერი ადამიანი და მას უნდა სუფთად გადაიტანოს თავისი არასანქცირებული ტვირთი, ხო? მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი ქვეყნები, რომლებსაც სწორედ ამ არაკეთილსინდისიერების გამო აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად კომერციული ორგანიზაციებიც და გემებიც, რომლებიც ვაჭრობენ, ხო, ამ ტვირთით, რომლითაც წესით არ უნდა ვაჭრობდნენ, ხო? გამოაქვთ, არ ვიცი, რუსეთიდან, ირანიდან ნავთობი და ასე შემდეგ, არ ვიცი, შეიძლება იარაღი გადაქონდეთ სადმე ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გადაქონდეთ და ასე შემდეგ, ხო? აი, ამ შემთხვევაში როგორ ეძებენ ისინი გემებს? ვინმე თუ არაკეთილსინდისიერია, ის საერთოდ აღარც ეძებს არაფერს, მე ასე ვფიქრობ. მაგ უკვე იცის, რასაც აკეთებს და ანუ უკვე აწყობილი სქემა აქვს და იცის ვის უნდა დაუკავშირდეს, რომელიც მზად არის ესეთი ტვირთის გადატანაზე. ეს მხოლოდ ერთი ადამიანი, ანუ ერთი მხარე ვერ იქნება ბინძური და დანარჩენი სუფთა, იმიტომ რომ მაგ ბინძურს აღმოაჩენენ ადვილად. ჩემი აზრით აწყობილი სქემა უნდა იყოს. თუმცა არა სავალდებულო, ყველაფერი იცოდეს კიდე. შეიძლება, ვთქვათ, მე ახლა ეს, როგორც ვთქვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რამდენიმე ადამიანმა იცოდეს სისტემაში რა ხდება. დანარჩენები ყველა იქნება იმ ინფორმაციის ამარა, რაც შეიძლება მიეწოდოთ, მაგალითად გემის კაპიტანს.
ტვირთი შემოწმებულია, სანქცირებული არ არის, ანუ ვთქვათ, ამასაც კი არ ეუბნებიან ხანდახან, ანუ არც არის ეს ვალდებულობა, რომ მე ვინმე პატაკი ჩამაბაროს, რომ ეს სუფთა ტვირთი არა მაგ მე მაძლევენ იმას აქვია ბრძანებას, რომ ვთქვათ, აიღე ეს ტვირთი, დატვირთეთ ეს ტვირთი, დატვირთი სპორტს მეტყვიან, დაცლის სპორტს, ტემპერატურები, რა ტემპერატურაზე უნდა, ნუ რადგან ტანკერზე მუშაობ, ჩვენთან ხო, ჩვენთან აქვს დიდი მნიშვნელობა რა ტემპერატურაზე, ანუ ტემპერატურებს და ასე და სუფთა ტექნიკური იმას, არანაირი ფასი, ვთქვათ, რა ფასად იყიდეს და რა ფასად გაყიდეს, ეს არასდროს არ გამიგია მე, ვინმეს ეთქვას ჩემთვის, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ძალიან დაბალ ხელფასს ვიხდიან იმასთან შედარებით, რაც ანუ ამას არავინ არ გეტყვის. არაა თქვენი საქმეო. რეალურად ვერ გექნება წვდომა მეზღვაურს, ვერ გექნება წვდომა იმასთან, რა ქვია, აქვს თუ არა ამ წუთას გემს რამე დარღვევა. მაშ რამ უნდა დაიცვას მეზღვაური, რომელსაც უნდა რომ კეთილსინდისიერად იმუშაოს, არ დაარღვიოს არც სანქციების რეჟიმი, არც თავისი კარიერა და არ ვიცი, სიცოცხლე ჩაიგდოს რისკის ქვეშ, არც სამართალდამცველების ბადეში მოხვდეს. აი როგორ უნდა დაიცვას თავი? ახლა ზართული თქვას მისვამთ. თუ ვინ უნდა დაიცვას, თუ სახელმწიფომ უნდა დაიცვას, რაღაცა რომელიმე. ანუ მე ახლა ჩემ თავზე მინდა წარმოვიდგინო, უცებ რო აღმოჩნდეს, რომ მე ჩემ გემზე გადავიტანე სანქცირებული ტვირთი, ალბათ სასამართლომ უნდა დაგიცვას. ხო დაბატიმრდა, ვთქვათ, გემი ეკიპაჟი რა. აი როგორც ფინეთში რომ მოხდა და ყველა ლანძღავდა, მე ძალიან ბევრჯერ გამოვესაჩვლე იმ ადამიანს, ეს იყო რამდენიმე წლის წინ, ხო, 1 წლის წინ თუ არ ვწდები და გამოვესაჩვლე 1 წლის წინ 2019 წლის ადამიანს, ანუ როგორ წავიდოდაო, ღუზაო, რას ქვია ღუზა, როგორ წავიდოდა, ჯერ მეზღვაური ლანძღავდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ანუ რკინა, ანუ ცვეთა აქვს რაღაცა და გაექცათ შეიძლება, ანუ რატო ეგრევე მიდის ადამიანების დადანაშაულება, რომ თითქოს ამ ადამიანებს სპეციალურად რაღაცა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ დაგიცავს იმის გარო, რომ თქვათ, დაგაპატიმრონ. ვერაფერი ვერ დაგიცავს. ამერიკის მოქალაქეც რო იყო, თუ გადაწყვიტა იმ ადმინისტრაციამ, რომელი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მოხვდი, რომ შენ დაგაპატიმრონ და მოხდეს გამოძიება, ვერამი ვერ დაგიცავს. აბსოლუტურად ვერამი ვერ დაგიცავს, მოგიწევს პატიმრობა. და სასამართლოს წინაშე წარსდგომა. ერთადერთი შანსი არის, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე, იმით რომ სუფთად მუშაობდი, ანუ არაფერი დარღვევა პირადად არ გქონია, არანაირი კრიმინალური, ვთქვათ, აქცია გაკეთებული. ახლა თუ იარაღი გადაიტანე და ნარკოტიკი გადაიტანე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაგიცავს ვერასდროს. შეიძლება გემი დააპატიმრონ, არც ისე რომ არც წაიყვანონ არავინ, ვთქვათ, საპატიმროში, ყავდეთ, ვთქვათ, გამოძიების ქვეშ ღუზაზე სადმე. ანუ მაგნაირი ამერიკაში რომ ხიდი დაანგრია ერთმა გემმა, მე მაგ პორტში მოვხვდი, მოვიკითხე უბრალოდ, კითხე იმათ რა ქვია, რომ მოუწია, ვთქვათ, კაპიტანს და ის, არავინ პატიმრობაში არ ყოფილა, იმ ხელა ხიდი დაინგრა, 6 ადამიანი არის დაღუპული. ბალტიმორში რომ ხიდი დაანგრია გემმა. არავინ საპატიმროში არ წაუყვანიათ. უბრალოდ გემი იდგა, გემი იყო დაპატიმრებული, რაღაცა 2-3 თვე და ამის შემდეგ აუშვეს. ანუ სიტუაციები არის ყველანაირი. ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა იქანე. შეიძლება კიდეს ეკიპაჟი დაადანაშო, რატო არ მოუარე გემს ისე, რატო გაითიშა გენერატორები, ანუ მაგრამ არავინ არ დაუპატიმრებიათ, ხდება ყველაფერი. სახელმწიფოს შეუძლია მეზღვაურები რაღაცნაირად გააფრთხილოს, დაიცვას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რასაც თვითონ ვერ დააზღვევენ თუ არა? წვდომა როგორ ექნება, ანუ სახელმწიფოსაც როგორ, ანუ ვის აქვს ამაზე წვდომა? მე მაგათად აწეს შემდეგ გემზე რო წავალ, ნახდათ არ ვიცი რა ტვირთები მუშაობ. და ანუ გემზე რო ვიყავი, ერთი პერიოდი მუშაობდით ნავთობპროდუქციაზე. უცებ შეიცვალა სიტუაცია და sunflower არის იგი, ზესუზირას ზეთზე გადაგვიყვანეს. ბენზინიდან ზესუზირას ზეთზე, გაურეცხეთ იტენები, ანუ არავინ არ იცის ეს. სად რა სანქცია მოყვება, ანუ სად რომელ ქვეყანაში გაგიშვებენ, დღეს აფრიკაში მუშაობ, ხვალ შეიძლება არგენტინაში წახვიდეს ეგე ჩინეთში. ან ასე ვერანაირი სახელმწიფო ვერ დაგასრულოს ამისგან. მაგრამ ხო არის რაღაცა განჭვრეტადი რისკები, მაგალითად, თუ არ ვიცი, ვცურავ ხმელთაშუა ზღვის პირეთში და მეუბნებიან, რომ წადი, არ ვიცი, მურმანსკის პორტში და წამოიღე ნავთობი, დიდი ალბათობით სანქცირებულ ნავთობს წამოვიღებ, ხო, რუსული პორტიდან. ალბათო ყოველთვის არის, მაგრამ მაგ მურმანსკიდან წამოღებული ნავთობი შეიძლება საბერძნეთშიც დატვირთო. ანუ მაგაც იყოს ჩამოსული და გემიდან გემზე ანუ
ეგ არა აუცილებელი პირობა რომ მურმანსკში წახვიდე რომ სანქცირებული ტვირთი დაიტვირთო. სანქცირებული ტვირთი შეიძლება ნახო დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მურმანსკიდან წამოსული თქვა. ანუ ის უკვე ჩავიდა იქ ანუ. აი თავისთავად ის რომ მურმანსკში მიდიხარ ან არ ვიცი რომელიმე სხვა რუსულ პორტში, ეგ ხო გაზრდილი რისკია. კი, გაზრდილი რისკი არის დაგეთანხმებით, არის მაგრამ მაგაც სანქცია ხომ ტვირთის წაღებაზე არ არის, გადატანაზე, ფასზეა. და მაგ ფასს მე ვერ გავაკონტროლებ მაგ ფასს და ვერც ჩემი დამსაქმებელი. ანუ ერთადერთი კომპანია, ვისაც აქვს წვდომა, აი ის ვაჭარი კომპანია, ვინც ვაჭრობს, იურიდიული კომპანია, თქვა, ანუ ნებისმიერი სახელის ქვეშ, რაც კიდე ის დაარქვი. ანუ თქვენ შეგიძლიათ დაარსოთ ეს კომპანია და მე გახვიდეთ ბაზარზე და იმუშაოთ, ხო? დაიქირავოთ გემი, იყიდოთ ტვირთი ერთ ადგილას, გადაიტანოთ მეორე ადგილზე. დარეგისტრირებული იქნებით შვეიცარიაში, თქვა. და შეიძლება ინდოელი იყოს წარმოშობით. ანუ ისე არის ეგ ჩახლართული, წინასწარ ამას ვერავინ ვერ განჭვრიტავს. უბრალოდ გამორიცხულია. მაგრამ აი დაუშვათ მე ვარ ძალიან ფრთხილი მეზღვაური და არ მინდა გავეხვე შარში და ნუ აი როცა მესმის რომ რუსულ პორტში უნდა წავიდე, არ მინდა რომ წავიდე, იმიტომ რომ დიდია რისკი რომ იქ შეიძლება რამე შარში გავეხვე, ხო? ამ შემთხვევაში შემიძლია როცა შუა ზღვაში ვარ, თქვა უარი და იქ არ წავიდე? შეცვლა მოვითხოვო? ამ ტვირთის აცილება მოვითხოვო? მოთხოვნის უფლება ყოველთვის გაქვს, ნებისმიერ დროს გაქვს, მაგრამ ეს ძალიან ცუდად უბრუნდება თვითონ მეზღვაურებს. ანუ როგორ შეიძლება შემდეგი სამსახური ვეღარ იპოვოს, გაშავდეს, აი რა შეიძლება? ანუ პრობლემური მეზღვაური ხარ, რა გამოდის, პრობლემური ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ხალხი წითელ ზღვაშიც მუშაობს და უკრაინაშიც უშვებენ, თქვა, დრონების ქვეშ და ნოვოროსიისკში შესულან და პორტის შესასვლელში რამდენი აფეთქება მოხდა, ხო? ანუ ყველა არავის არ ჭირდება ასეთ სიტყვას ვიყარ, კაპრიზნი მეზღვაურები რა. ან ჯადილად ჩაგანაცვლებენ და მეც აღარ დაგიძახებენ და ხალხს სამუშაო უნდათ. ესაა პრობლემა. მით უმეტეს უბრალო მეზღვაური მაგ პრობლემით არ დაასდროს არ მივა კაპიტანთან რომ გამიშვის სახში რუსულ პორტში არ შევალ. მას რადგანაც იცის რომ ეს სანქციები არ ეხება მას. ანუ უბრალოდ არ ეხება. ვერავინ ვერ დაადანაშაულებს გემის ეკიპაჟს, რატო წაიღეს სანქცირებული ტვირთი. არ არის ეგ მეზღვაურის საქმე. მეზღვაურის როლი გემზე არის გემის ტექნიკური ექსპლუატაცია, უსაფრთხო მართვა და მოვლა ტვირთის. ნუ რა თქმა უნდა გემი ფულს შეულოს ტვირთის გადატანით. რა ტვირთსაც მოგაწოდებენ გადასატანად იმ ტვირთის იმ პარამეტრებით ჩატანას, რა პარამეტრებში თხოვენ. მაგალითად არის ტვირთი, რომელიც გაცხელება ძალიან არ შეიძლება, ან იგი ტემპერატურის დავარდა, რომ გაგეყინოს შეიძლება და მე ანუ როგორც მოითხოვენ ამ ტვირთის გადატანას, იმ პარამეტრებში უნდა გადაიტანო ეს ტვირთი. ანუ სულთა ტექნიკური მომსახურე პერსონალია მეზღვაურები. თვითონ გემები არის რეგისტრირებული ოფშორულ კომპანიებში. ანუ ვინ უნდა აკონტროლოს ეგ? ამის თქმა მინდა რა. უბრალოდ არ არის ესეთი ინსტანცია, რომელმაც უნდა აკონტროლოს, რომ გემმა რაიმე არ დააშავოს. ასეთი საერთაშორისო პოლიცია რო იყოს, თქვა, რომ არ წაიღოს გემმა ეს ტვირთი. თავისუფალია რა საზღვაო ვაჭრობა. და ყველა თავისი სანქციებით უბრალოდ თავის შეზღუდვას აწესებს. რომ თუ მე დაგიჭირი ამ სანქციებზე, ანუ დაგსჭირ. მაგრამ არ ხდება ისე, რომ თქვა წინასწარ ხდებოდეს ამის დაზღვევა. და განსხვავება აქვს, თქვათ, მეზღვაურისთვის, აი შრომით პირობებს, არ ვიცი, უსაფრთხოების პირობებს, როგორ მე მგონია, რომ აქვს, ხო, როგორი კომპანია შენი დამსაქმებელი და როგორ ტვირთებზე მუშაობს. ანუ აი მაგალითად ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზე შეიძლება უფრო მაღალი ხელფასი იყოს, ვინაიდან რისკი მეტია, ან უფრო დაუცველი უფლებები იყოს, იმიტომ რომ ისედაც ავანტიურაზე მიდიან, თუ ერთნაირი პირობებია. ვერ გეტყვით, მართლა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაგ ჩრდილოვანი, რასაც ქვია, ეს ყველაფერი ნაპირზე წყდება რა. და მაგ ნაპირთან დაკავშირებით ყველანაირი კომპანია იყოს შეიძლება მონაწილე მაგ ნაპირზე გადაწყვეტილებების მიმღები. არა, მე გულისხმობ თვითონ მეზღვაურისთვის, აი შეიძლება მეტხელფასს თავაზობდნენ. არა, და აი მაგ კომპანიიდან გამომდინარე, რომ მიიზიდოს მეზღვაური შეიძლება და შეთავაზონ კარგი პირობები და მაგით ვერ განსაზღვრავ, ანუ იმ კომპანიას წინასწარ ვისაც აქვს დაგეგმილი რომ ესეთი შავი საქმეები აკეთოს, მან ხომ გემიჭირდება მუშავ მდგომარეობაში. და იმ მუშავ მდგომარეობაში მოყვანას რაც ჭირდება, იმასთვის სად იქნება რომ ფული დაკარგოს. თუ საჭიროა მეტი ხელფასი გადახდა, კიდეს გადაიხდის. თუ საჭიროა თქვა კარგი პირობების შექმნა,
არც იმას მოერიდება. თქვენ კარგად ხვდებით, ახლა თუ ადამიანმა გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება, დადგება რომ რაღაც დახარჯოს მაგისთვის. რაიმე გზით მაგით ვერ განსაზღვრავ, უბრალოდ მაგით ვერ განსაზღვრავ. ყველაფერი მაინც ნაპირზე ხდება, მაგ შეთანხმება იქნება თუ გადაწყვეტილება რომ შავი საქმე აკეთო, ამას აკეთებს გემის მფლობელები, ბენეფიციარები, რეალური ბენეფიციარები, არა ის რომელიც რეგისტრირებული არის დოკუმენტებში. ოფშორულ კომპანიაში, ანუ რეალურად ვინც დგას ამის უკან, ის იმათ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მეზღვაურის გარეშე გემი ვერ იმუშავებს, ხო? და ის მეზღვაური რომ მიიზიდო, ალბათ საჭიროა კარგი პირობები შექმნა. შეგვიძლია რაიმენაირად თქვათ, მაგალითად, ქართველი მეზღვაურების რამდენ პროცენტს შეიძლება უწევდეს საეჭვო, იმიტომ რომ სანქციები ხო რამდენიმე წელია უკვე მუშაობს. რუსეთისთვის დაწესებული თითქმის 4 წელია ხო ირანისთვის უკვე მეტი. რამდენი პროცენტი მეზღვაურების მუშაობს აი ამ სარისკო ხომალდებზე? მე პირადად ვერ ხედავ ვერანაირ მეთოდს როგორ დავადგინო ეს ციფრი. როგორ შეძლებ მაგის დადგენას, როდესაც უდომ არ გაქვს მაგ თავარ ინფორმაციაზე. არა, აი უკვე როცა ვიცით, რომ აი ვიღაცა იქ დააკავეს, ვიღაცა იქ აიყვანეს, რომელღაცა ხომალდი აღმოჩნდა სანქცირებული ვიღაცა ოლიგარქის კუთვნილებაში და ასე შემდეგ. აი უკვე არსებული ინფორმაციაზე. ეგებ დააკავეს ძალიან ცოტა იმისგან რაც არის, ან ეგებ ზოგი ყველადაც დააკავეს, ვერაფერს ვერ გეტყვი კონკრეტულად, იმიტომ რომ იქნება უბრალოდ მარჩიელობა რა. მე არ მაქვს ეს არანაირი საშუალება არ მაქვს რომ მაგ ციფრთან მივიდე ახლოსაც კი. და ისე მეზღვაურთა წრეში, თქვენ როგორც ისე გამოცდილ კაპიტანს, ხშირია ამის განხილვები, რომ აი როგორ დავიცვათ თავი, როგორ დავსაქმდეთ, უსაფრთხოთ, როგორ არ გავეხვეთ ჩარში. აუ ეს არის ის თემა, რაც მეზღვაურებს ადარდებთ? არის ეს თემაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად ისიც გამიგონია, უმუშევრად რო ზის მეზღვაური ძალიან დიდი ხანი, ყველაფერზე მოვაწერ ხელს, ოღონდ წავიდეო. ანუ მე უფრო სანქცირებულზე და ჩილოვანზე არ ვამბობ, მაგალითად უკრაინაში გემის წასვლა ახლა სარისკოა, თქვა, ხო? შეიძლება დაგბომბონ. ოღონდ წავიდე ახლა და უკრაინაშიც წავალო. ანუ როდესაც უმუშევარი ადამიანი ის მოწყვლადია ხშირად რა. თუმცა წინასწარ განზრახვით რომ სანქცირებულ ტვირთზე წავიდე, იმიტომ ეს მაინც სამომავლოდ არავის არ მოწონს. ახლა ბომბი შეიძლება ჩამოვარდეს, შეიძლება არა და თუ არ ჩამოვარდა, ხო ყველაფერი კარგადაა და სანქცია ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება ერთ წელიწადშიც მოგთხოვო პასუხი მაგაზე და ეს უფრო არავის არ მოწონს, მე ასე ვფიქრობ. ახლა წარმოვიდგინოთ ის მეზღვაურები, ვინც ფინეთში დააკავეს, ახლა თქვენი აზრით აღარ წავლენ ზღვაში, გამორიცხულია ხო? წავლენ დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ფული ჭირდება ყველას. მეზღვაურის საქმე ზღვაშია ახლა, დაპირზე ვერაფერს ვერ იზამო. საშუალოდ რამდენი თვე მუშაობთ ხოლმე წელიწადში? გააჩნია წელიწადს არის თქვათ ორი კონტრაქტი გიწევს წელიწადში, ხანდახან ერთი კონტრაქტი. 6-დან 8 თვემდე შეიძლება იყოს ზღვაში. ისეთი წლებიც ყოფილა, შეიძლება 6 თვეზე ნაკლებიც გამოგივიდეს ზღვაში 4 თვე. არის ზოგი აგერ მახლობელი შეხვდა 1 წელი არ წასულა. ანუ ჭირს ამ სფეროში დასაქმება? როგორ გითხრათ, არც ისე ადვილია. იმიტომ რომ მე მსმენია, რომ კარგი მეზღვაურები არიან, ქართველი მეზღვაურები. სწორხაზოვანი არ არის აქ დასაქმება, არის მაგალითად როტაცია რო ხდება, თქვათ, ჯარში სიტყვაზე, იციან რომ მოვა 16 რიცხვი და მას შეცვლიან. აქ შეიძლება 16 რიცხვის მოვიდეს და კიდე 4 ჯერ 16 გამეორდეს და არ შეცვალონ და ვერ წახვიდე. იმიტომ რომ მან გემი არის სადღაც ან სიტუაციიდან გამომდინარეა რა. ან კომპანიაში შეიცვალა რაღაცა, ეს ყველაფერი არამდგრადია რა. ან შენ თვითონ გადაწყვიტე უკეთეს ხელფასზე, თქვათ, ძველს უარი უთხარი და მე აქაც თქვათ არ გამოვიდა საქმე, ძველ მოგესხვა საქმე და ანუ ხდება ესე რაღაცა. მე მაგალითად ბოლო პერიოდი სტაბილურად მუშაობ, პირადად მე, მაგრამ ესეც არა იმის იგი გარანტია. ხო მქონია ჩავარდნები ცხოვრებაში, თქვათ, რაღაც პერიოდი ვერ წავსვა. ხა კორონავირუსის დროს ძალიან ბევრ შეეშალა ხელი, მაგრამ კორონავირუსიც რო არ იყო, ისეც ყოფილა რა. მაგალითად გამოცდილება, სტაჟი, ახალდაწინაურებულზე მქონია პრობლემა წასვლის, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ითხოვს სტაჟიან კაპიტანს. სტაჟიანი კაპიტანი როგორ იქნები თუ არ იმუშავე, ხო? ახალდაწინაურებულზე მქონდა მაგის პრობლემები და ძლივს თქვათ გამოვედი
მინიმუმ 6 თვე უნდა გქონდესო ნამუშევარი რომ იმის სამატრიცო კაპიტნის გარეშე გამუშავოთო და ეს არა ადვილი თქვა ორი კაპიტანი რო ყავდეს გებზე ანუ ორ კაცს უნდა უხადოს გლობალმა ხელფასი და ანუ არის ძალიან ბევრი პრობლემა არის თქვა და ამ ჩრდილოვანი ფლოტის შექმნამდე მე მგონი ერთ-ერთი მთავარი რისკი რაც იყო მეზღვაურებისთვის მეკობრეები იყო ეგეთი შემთხვევაც ბევრი ვიცით ხო როცა ქართველი მეზღვაურებიც მათ შორის მეკობრეების მსხვერპლები გამხდარან და გაუტაცებიათ ეს საფრთხე კვლავ რჩება? ოკეი თუმცა ისეთი მაღალი აღარაა როგორც ადრე ამიტომ ყველა სარისკო ტერიტორიაზე ყავს დაცვა ანუ შეერაღებული დაცვა და როდესაც იციან თქვათ უკვე მეგობრებმაც რომ იქ შეიძლება შეერაღებული დაპირისპირება მოხდეს აღარ მოდიან და ნაკლებიცაა უკვე შემთხვევები მე ვამბულოს რაღაც გამიგია რომ ვინმე გაიტაცეს როგორც კი შეერაღებული დაცვა არის გემზე არ არსებობს ესეთი შემთხვევა მე როგორც ვიცი რომ შეერაღებული დაცვის ქვეშ ყოფი გემი გაიტაცო ვინმე და ყველა საშიშ მარშრუტზე სად ყოფილ ხართ სომალის გასწრება, ანუ ეს წითელი ზღვიდან რო გამოდიხარ ბაბელმანდების სრუტე. ანუ მახსოვს კონვოით დავდიოდით. მაგრამ ეს ადრე ძალიან რო პიკში რო იყო მათი აქტიურობა. მეკობრეების. კი, სამხედრო გემების კონვოიში, ანუ თავში სამხედრო გემი მოდიოდა და ბოლოში და რაღაცა თქვა რაოდენობა გემების კონვოით გაყავდნენ.